ხანძარი იყო თბილისში ლიბერტი ბანკის სათავო ოფისის შენობაში. ლიბერტი ბანკის განცხადებით ცეცხლი დამხმარე ლიფტის შახტაში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ლიბერტი ბანკის განცხადებით ხანძარი საოფისე სივრცეებში არ გავრცელებულა. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. ეს სივრცე კი შენობის დანარჩენი ნაწილებისგან დაშორებულია და ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. ლიბერტი ბანკის სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებასთან განადგურებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბერტი ბანკის შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაშიც შედუღების აპარატი იყო გამოყენებული. სავარაუდოდ სწორედ შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, რომელიც სხვა სართულებზეც გავრცელდა. სამართალდამცავები ხანძრის გამომწვევ ყველა სხვა შესაძლო ვერსიაზეც მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 112-ში ხანძრის გაჩენის შესახებ შეტყობინება გვიან ღამით შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები მივიდნენ. უწყების თანახმად არსებობდა ცეცხლის სხვა არეალზე გავრცელების საფრთხეც. ხანძრის გამომწვევის ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზა. ლიბერტი ბანკის ერთ-ერთი მფლობელი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძია 2026 წლის თებერვლის დასაწყისში მან პროსახელისუფლებო ტელეკომპანია იმედი გაყიდა, რომელიც რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.